მე რო თავისუფალი ვარ და მე რო თავი მომწონს რომ ვაზროვნებ და ნებელობა რომ აქ ანუ ჩემი თავისუფლება რომ თავისუფლების და აზროვნების რეალიზება რო შემიძლია. ეს ყველაფერი არ მაძლევს შესაძლებლობას რომ ღმერთისკენ წავიდე, იმიტომ რომ მე მას ვერ ვხედავ, მე მას ვერ შევიგზნობ, ვერ განვიცდი. ამიტომ ჩემი ნებელობა, ანუ ჩემი გააქტიურებული გონიერება და თავისუფლება ყოველთვის ღვთისნების საწინააღმდეგოა. იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ. იმიტომ რომ ხო უნდა მომწიფდეს შემში აი აზრი, ზრახვა რასაც ქვია და შესაბამისად ვიმოქმედო. გახსოვთ პეტრეს რომ მეუნება. პეტრეს სიკეთეს ეუბნება. რომ უფალო რა ჯვარცმა და რა ტანჯვა და რა უნდა გაგტანჯონ და რა უნდა შეურაცხონ, რასავობ, ეგ არ იყოს, კაცო, მაგას ნულაპარაკობ ესე. ანუ შეეშინდა ისეთ რამებს ამბობდა, უნდა დამტანჯონ, უნდა მომკლან, გესმით და უცებ არა, უფალო, რას ამბობ? ანუ ბუნებრივია, კეთილი რეაქცია იყო, რას ეუბნება გახსოვთ ქრისტე? განვეთ შემგან სატანა. და განუმარტავს რატომ არის სატანა იმ მომენტში პეტრე? იმიტომ რომ ადამიანისას ზრახავს, ადამიანურად ზრახავს და არა ღვთიურად. სხვანაირად არ შეუძლია ადამიანს. ამიტომ ჩვენი ნებელობა ყოველთვის უკეთურია. შესაბამისად ჩვენ არ შეგვიძლია თუ ჩვენ ნებას ღვთის ნება არ ჩაენაცვლა, ჩვენ არ შეგვიძლია მიწას მოვწყდეთ. არ შეგვიძლია. მამაჩვენოში იმიტომ არის მამაჩვენო ხო ეს არის რა კომუნიკაცია გქონდეს ღმერთთან პირველი რა არის გასაკეთებელი სიტყვა მამა, რომ გამოფხიზლდე ადამიანო, ღვთის შვილი ხარ შენ. მიწაზე უდაღოღავ, ღვთის შვილი ხარ. და იმისათვის რომ ღვთის შვილი გახდე, მამაჩვენოში ჩამოთვლილია ეგ სხვადასხვა რამ რაც უნდა ახსრულდეს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ის რომ ჩემი ნება გვერდზე გავწიო, იმიტომ რომ მას არ შეუძლია ღმერთთან მიმიყვანოს, იმიტომ ბრმა არის და ღვთის ნება ჩაენაცვლოს. რომ მე ვერ ვხედავ ღმერთს, მაგრამ აი მოვკიდავ ღვთის ნებას ხელს და მას მივყვები. და წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას არ ემორჩილება და ცხოვრობს თავისი ნებით და თან ეკლესიაში როა ასეთი ადამიანი. ხო სულ ტყვილაა ესეთი ადამიანი და ტყვილაა ესეთი ადამიანი. აი აბსოლუტურად ტყვილაა ესეთი ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას ხელს არ ჩააკიდებს და საკუთარი სიმართლით ცხოვრობს, ანუ საკუთარი ნებით ცხოვრობს კვლავ. და აი მამაჩვენოში ეს იყავ ნება შენი, იმიტომ არის მის გარეშე თუ ღვთის ნება ჩვენ ნებას არ ჩაენაცვლა და თანახეთ სათხოვარი სახეა. აი რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა ლოცვაში რაღაც ითხოვოს. როდესაც გაუჭირდა და ესე იგი რამ გამიჭირვა მე საქმე? ჩემმა ნებამ გამიჭირვა საქმე. ჩემი ნებაა რომ რაღაცა კი გავიგე ღმერთის შესახებ, მაგრამ სულ ყოველთვის ვცდები მას და საბოლოო ჯამში ვღებულობთ იმას, რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ, რომ ვერა გვაქვს კომუნიკაცია ღმერთთან, ხო? ჭრეტელობა არ დაწყებულა ჩვენში, ღმერთს ვერ ვხედავ და მისაზე არის ჩვენი ნება. და იმდენად შეგვაწუხა ჩვენმა ნებამ, მე მისგან მინდა გავთავისუფლდე და იმდენად ვერ თავისუფლდები, რომ ერთადერთი დამჭა ღმერთს ხოვო, იყავ შენი ნება, თორე დავიღუპე.